დიდი ბრიტანეთისა და ევროპული ქვეყნების გაფრთხილებას და მოწოდებას ქართული ოცნებიდან დღეს შალვა პაპუაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხეს. საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ შალვა პაპუაშვილმა ყველა ზღვარი გადალახა იმის გამო, რომ 17 სახელმწიფო მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რეპრესიული კანონების მიღება და დევნა პოლიტიკური ლიდერებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. დღეს შალვა პაპუაშვილმა ამ გაფრთხილების გამო ევროკავშირის საბჭოთა კავშირსაც კი შეადარა და თქვა, რომ ახლა ევროკავშირმა უღალატა საკუთარ პრინციპებს და არაერთი სალანძღავი ეპითეტით მოიხსენია ევროპელი ლიდერები. შალვა პაპუაშვილს არ ჩამოუვარდა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ევროპიდან გალანძღა ევროკავშირი და თქვა, რომ ახლა 17 სახელმწიფო სურს გადაფაროს ამ განცხადებით სწორედ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მოწოდება ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით, რომ თუ კი მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ უნდა მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების მოთხოვნით. Გავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს სრულ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ. ეს წერილი ერთგვარად გადაფარავს იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას, ასე ვთქვათ, საფრთხე არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები. ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და აპელირებას აკეთებს არჩევნებზე და უკავშირებს მას სამართლებრივ პროცესებს, ეს ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს სრულ ნარატივები საქართველოს შესახებ. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს ვიღაცა თავის ტოლად და დარად ართulis და დაბალღობეთ გთulis. ან ჩვენ პოლიციელებს უნდა წიხლები ურტყან, ჩვენ პოლიციელებს უნდა ქვები ესოლონ, მოლოტოვის კოქტეილები უნდა ესოლონ და ეს არის როგორც ჩანს მათი გადმოსახედიდან ნორმალური. და ეს არის ზუსტად რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობის, ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც დობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, იმიტომ უყურებენ, რომ დაყურებენ ზემოდან, როგორც თითქოს მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათი დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ასე ვთქვათ დაავა და ამსენით ბრიუსელი და გარემოცვა დედაქალაქებისა ზოგიერთის, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. დიპლომატების და პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით დღევანდელი განცხადებებითაც კარგად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება არაპირებს გაითვალისწინებს ფაქტობრივად ბოლო გაფრთხილება 17 სახელმწიფოს მხრიდან და მოწოდება, რომ შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა და როგორც ჩანს უკან დახევას არაპირებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ამიტომ სანქციების შესახებ ანონსი, რომელიც უკვე გაკეთებულია დიდი ბრიტანეთის და ევროპული ქვეყნების მხრიდან ნამდვილად არის რეალური, რაც შეეხება ამ სანქციების წონას თუ რა ეფექტი ექნება ივანიშვილის გუნდისთვის, პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს თუნდაც ბრიტანული სანქციები ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს შეეხება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ იმ კომპანიებში დასაქმებულ პირებსაც, რომლებიც ამ დრომდე იკავებენ სხვადასხვა თანამდებობებს ივანიშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში და მათ შორის ეს სანქციები შეეხება ივანიშვილის გარემოცვის წევრებსაც და რაც შეეხება გადაწყვეტილებას თუ როდის იქნება ეს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს დამოკიდებულია ოცნების ნაბიჯებზე და ვინაიდან ქართული ოცნება არაპირებს უკან დახევას და საგარეო კურსის ცვლილებას, შესაბამისად დიდი ბრიტანეთმა უკვე დაანონსა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ძალიან მალე იქნას მიღებული. ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენ აი ამ კუთხით და ამ კონტექსტში ვართ საერთაშორისო რადარზე, სანქციების მხრივ, რაღაც შეზღუდვების დაწესების მხრივ და ასე შემდეგ. რა შეიძლება მოყვეს ამ განცხადებას შეიძლება მოყვეს მათ შორის დამატებითი ინდივიდუალური სანქციები, შეიძლება მოყვეს შესაძლებელია რაღაც ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვა ქვეყნისთვის და ზოგადად განწყობა რომ იცვლება ევროპული ქვეყნების საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ცხადი. ასე რომ კი სანქციები
მეტნაკლებად მოსალოდნელია სავარაუდოდ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, მაგრამ ეს სანქციები რამდენად განმუხტავს ამ სიტუაციას, ეგ ცოტა რთული საქმეა. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ეს არის დაკარგული დრო, იქიდან გამომდინარე რომ ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნება აქედან არაფერს არ გააკეთებს, არაფერს არ გაიგონებს და ეს გაფრთხილება, რომელიც მოდის გაერთიანებული სამეფოდან და სხვა სახელმწიფოებიდან, უბრალოდ მისცემს დამატებით დროს ივანიშვილის რეჟიმს იმისთვის, რომ შეემზადონ სანქციებისთვის და უარესისთვის. მე ვისურვებდი, რომ პირიქით იყოს, ჯერ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ჯერ ნაბიჯი გადადგან, ჯერ მოქმედება დაიწყონ, ჯერ დაასანქცირონ, ჯერ მიიღონ გადაწყვეტილება და აი შემდეგ დაელაპარაკონ უკვე იმაზე, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ. როდესაც ეს სანქციები იქნება, მე იმედი მაქვს, რომ ამ სანქციებამდე მოახერხებთ ივანიშვილის ძალაუფლებიდან გაშვებას, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება და ის ტრაექტორია, რაზეც მოძრაობს ივანიშვილის რეჟიმი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა დაზიანდება. ივანიშვილიც, მისი ოჯახის წევრებიც, მისი ბიზნეს პარტნიორებიც და ის ადამიანებიც, ვინც ამ კომპანიებში არიან დასაქმებულები. ქართული ოცნება საკუთარი ნარატივით არათუ ცდილობს დაალაგოს ურთიერთობების საერთაშორისო პარტნიორებთან, არამედ პირიქით და შედეგიც არ აყოვნებს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე. მისივე ინფორმაციით პარასკევს 11 ივლისს საქართველოს დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოხატა სერიოზული შეშფოთება და დიდი ალბათობით სწორედ დროებით რწმუნებულს მოუწევს გასცეს არსებულ კითხვებზე პასუხები, თუ რა პოლიტიკას ატარებს ახლა ქართული ოცნება ქვეყანაში, რატომ დააკავეს პოლიტიკური ლიდერები, რატომ იდევნებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სწორედ დროებით რწმუნებულს იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმისთვის, რომ მოითხოვონ კითხვებზე პასუხები. რაც შეეხება სანქციების მოლოდინს, უკვე როგორც აღინიშნა ექსპერტების შეფასებით, ეს უკვე დამოკიდებულია თუ რა ნაბიჯებს გადადგავს ქართული ოცნება, ივანიშვილის გუნდი და თუ კი ის გააგრძელებს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, მაშინ ბრიტანეთი არ დააყოვნებს და ის საპასუხო მოქმედებას შეძლებს.